გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მშენებლობა დასრულდა. სოფელ ბაკურციხისა და ზემო ალვანის ნომერ მეორე სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ. ორივე საჯარო სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023-24 წლებში მიმდინარეობდა. კეთილმოეწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტები და ლაბორატორიები. ასევე ეზოს მიმდებარე ტერიტორიები. სკოლა 1967 წელს არის აშენებული. 1977 წელს მოხდა კორპუსის მიშენება. ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მომხდარა შენობის სრული რეაბილიტაცია. რაც ხელს უშლიდა სკოლის საზოგადოების დონის ამაღლებას. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. სკოლაში ასახულია და მოწყობილია ის ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის სწავლის დონის ამაღლებას და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას. ძველი კორპუსი სანამ იყო სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა უწყვეტად შეუფერხებლად, მაგრამ გარემო იყო არახელსაყრელი, არა კლასები იყო მოსაწესრიგებელი, იატაკი, ჭერი, უსაფრთხოება არ იყო დაცული, მოსწავლეებს შეიძლება საფრთხე შექმნოდათ და დღის წესრიგში დაადგა ახალი სკოლის რეაბილიტაცია. აბსოლუტურად ყველა საკლასო ოთახი რეაბილიტირებულია, შექმნილია სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო არის ძალიან კარგი. მასწავლებლებს, მოსწავლეებს მოტივაცია აქვთ ამაღლებული, გაცდენები მინიმალურამდეა დაყვანილი, სასწავლო გარემოს სითბო რაც მთავარია. სკოლა სრულად არის აღჭურვილი კაბინეტ ლაბორატორიებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის რესურს ოთახი, შშმ პირთათვის ადაპტირებული სასწავლო გარემოა. სასწავლო პროცესი, რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობდა უწყვეტად. მადლობა მინდა გადაუხადო ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლის დირექციას იმისათვის, რომ მიგვიღეს სასწავლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა, მოსწავლეებს ტრანსპორტირება ჰქონდათ, ემსახურებოდათ ტრანსპორტი, ასე რომ არავითარი პრობლემა არ შექმნილა რეაბილიტაციის პროცესში.